მთავარი თემები თბილისელების 74% ყირიმში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმირებულია. კვლევა ACT-მ აპრილში ჩაატარა და ქალაქელების აზრით უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გამოიკითხა. კითხვაზე რამდენად მოსალოდნელია, რომ რუსეთმა მსგავსი ქმედებები საქართველოშიც განახორციელოს, გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ საფრთხე არსებობს. რა მეთოდოლოგიით ჩატარდა კვლევა და რასაც ცხადებენ ექსპერტები ამ შედეგებზე, ნინო სამყურაშვილი განაგრძობს თემაზე საუბარს. ნინო, გისმენთ. კვლევა ჩატარდა შემთხვევით შერჩევის პრინციპით და სატელეფონო გამოკითხვით გამოიკითხა 409 თბილისელი. როგორც კვლევარები აცხადებენ, ასევე ასაკობრივ ჯგუფებს შორისაც არის განსხვავება მოსაზრებებში, მათ შორის 90% გამოკითხულთა მიიჩნევს ახალგაზრდებში, რომ ყირიმში ის რაც განახორციელა რუსეთმა არის მკვეთრად უარყოფითად შეფასებული, ხოლო 55 წელს ასაკის ზემოთ მოსახლეობის მხრიდან კი ნეგატიურად არის ეს ყველაფერი შეფასებული. კვლევარებმა ასევე შედეგები დადეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აფასებენ თბილისელები იმას, თუ განახორციელებს მსგავს ქმედებას რუსეთი საქართველოსთან მიმართებაშიც. ისეთი დაინტერესდა არსებობს თუ არა მოლოდინი იმისა, რომ რუსეთმა მსგავსი ქმედებები საქართველოს რომელიმე რეგიონშიც განახორციელოს. კვლევებმა გვაჩვენა, რომ თბილისელების საკმაოდ დიდი ნაწილი 63% ფიქრობს, რომ რუსეთის მხრიდან შესაძლოა განმეორდეს მსგავსი ქმედებები. შეგვიძლია ზოგადად დავასკვნათ, რომ თბილისელებს შორის ასეთი აზრი არსებობს. არსებობს მოლოდინი და ასევე უარყოფითი აღქმა ამ ფაქტისა. ექსპერტები ყირიმის მსგავსი ქმედებების გამეორება საქართველოსთან მიმართებაში უახლოეს თვეებში რუსეთის მხრიდან არელიან, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინის მხრიდან გაკეთებული განცხადება გუშინაც პრესკონფერენციაზე მოწმობს იმას, რომ რუსეთი იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გადადგამს რამდენიმე ნაბიჯს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ, რუსეთი ამ შემთხვევაში უკვე სხვა გეგმით იმოქმედებს. თუ ამ სქემამ უკრაინაში გაამართლა, მაშინ რუსეთი უფრო მარტივად გამოიყენებს იმას საქართველოში. შეეცდება ყოველ შემთხვევაში, ეს არის პასპორტების დარიგებით და აგიტაციით და ინფილტრაციით თავისი ადამიანების სხვადასხვა რეგიონებში. შეიძლება გარკვეული სეპარატისტულ ჯგუფებზე დაყრდნობით იგივე სახის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. იმისთვის, რომ სიტუაცია აქამდე არ მივიდეს, სჭირდება ძალიან დიდი რესურსი, ეკონომიკური, ფინანსური რესურსის მობილიზება, სჭირდება კონტრზომები იგივე სახის მოსახლეობასთან მუშაობა. საჭიროა, რომ ასევე უშიშროების სამსახურმაც იმუშაოს სერიოზულად ყველა რეგიონში, იქ სადაც არსებობს ესეთი სახის ჯგუფები, უნდა მათი ლოკალიზება მოხდეს. რუსული აგრესიის შესაძლებლობა ასოცირების ხელშეკრულებასთან მიმართებაში საქართველოს არ უნდა ელოდეს. ეს დადასტურდა განაცხადეს ყოველ შემთხვევაში აბაშიძე კარასინის შეხვედრაზეც, მაგრამ სამაგიეროდ პუტინმა ნათლად გამოკვეთა ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთასაც ის საქართველოს არ აპატიებს. მან თქვა, რომ ნატოს აქვს საქართველოს, უკაცრავად რუსეთის შავი ზღვიდან განდევნის ან შევიწროების სურვილი და რუსეთი ამას არ დაუშვებს. ACT-მ კვლევა ჩაატარა აპრილის დასაწყისში და კვლევის ცნობილება 4,9%-ია. მადლობ ნინო, ეს ნინო სამყურაშვილი იყო.